Italian კინოვარსკვლავს და ვეთამამართებთ ჩვენ ფონდის დიდ მეგობარს და საქართველოს დიდ მეგობარს სიმონა კავალარის. Ciao a tutti, grazie di essere qua. მოგესალმებით ყველას და მადლობას გიხდით მოგზაურებისთვის. Faccio pubblicamente complimenti a tutti gli attori dello spettacolo, alla regista, a voi che l'avete organizzato. È stata una bellissima esperienza, molto commovente. მინდა აღნიშნო და მინდა მიულოცო ყველა მონაწილეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ სპექტაკლის შექმნაში, თვით მსახიობებს, ორგანიზატორებს და ძალიან დიდი კომპლიმენტები ჩემგან. არაჩვეულებრივი სპექტაკლის გამგებლისთვის. Saluto Nino che ci ha accolto con molta dolcezza e anche il nostro ambasciatore che ho avuto il piacere di conoscere. ძალიან დიდი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ნინო კილოსანიძეს, რომელიც არის კულტურის ატაშე იტალიის საელჩოსი და ასევე განსაკუთრებული მადლობა იტალიის საელჩს საქართველოში ბატონ მასიმილიანო დანტუანოს. Quello che si è visto un attimo fa facevo Ermengarda, la moglie di Carlo Magno. Sì, ცოტა ხნის წინ ჩვენ ნახეთ ნაწყვეტები კარლო დიდის ფილმიდან კარლო დიდი. Questo è Vittorio Gasman che faceva mia nonna. Vittorio Gasman, რომელიც ასრულებდა ჩემი ბაბუის როლს. Questo è Pizza Connection che avevo 12 anni. È stato il mio secondo film. ეს არის მონიკი ფილმი კავშირი პიცის Pizza Connection. 12. და მხოლოდ ვიყავი მხოლოდ 12 წლის ამ ფილმის გადაღების დროს. Quindi mi sono molto immedesimata in questi giovani attori e nel loro entusiasmo. მე მოვახერხეთ შესაბამისად ამასაკიდან გამომდინარე თავი გავაიგივე ამ ფილმის protagonistemთან, ესე ვთქვათ, მოქმედებილებთან. Quindi io in realtà in Italia sono molto famosa per rappresentare sempre la mafia, da Pizza Connection e poi La Piovra e poi c'è stato Il Capo dei Capi che era la storia di Totò Riina e poi finalmente ho fatto la poliziotta nella squadra antimafia a Palermo oggi. მოგეხსენებათ, რომ იტალიაში ძალიან აქტუალურია მაფიის თემა და შესაბამისად ბევრი ფილმი არის გადაღებული ამ თემასთან დაკავშირებით. მე პირადად მონაწილეობა მაქვს მიღებული, როგორც თქვენ მოგეხსენებათ, ფილმში 8 ფეხა, ასევე როგორც უკვე დავასახელე Pizza Connection, ესე იგი კავშირი პიცის დახმარებით, Capo dei Capi e squadra antimafia, სადაც თამაშობდი პოლიციელი ქალის როლს. Anche in Italia come qui in Georgia il tema della mafia, della corruzione è molto sentito e moltissima passione, no? ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, საქართველოში ეს მაფიისა და კორუფციის თემა არის ძალიან მტკივნეული და შესაბამისად არის აქედან გამომდინარე ძალიან აქტუალური. Io ho iniziato piccola, quindi sicuramente qualcuno avrà visto in me dei talenti, però non ho mai pensato che questa fortuna non andasse onorata. Dicevo che qualcuno ha scoperto il mio talento, però ecco, ho sempre pensato che questa fortuna andasse onorata con lo studio.
მე ძალიან ახალგაზრდა ასაკში დავიწყე ჩემი მოღვაწეობა. იყო ადამიანი, რომელსაც აღმოაჩინა ჩემში ეს ტალანტი და შემდეგ მე მქონდა იმედი იმისა, რომ ეს ჩემი ასე ვთქვათ შესაძლებლობა უფრო გაღრმავდებოდა სწავლის დახმარებით. Quindi per i giovani che sono qua spesso si pensa, no, che per tutti i mestieri bisogna studiare, chi vuole fare il dottore, chi fa l'avvocato, però per gli attori si pensa che si va là e si fa questo lavoro, invece no, è uno strumento, è il nostro corpo, la nostra voce, le nostre emozioni che vanno coltivate e quindi c'è bisogno di studio anche in questa professione. მე ახლა ამჟამად განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ, მათ მოიხსენებათ, რომ ნებისმიერ პროფესიას ჭირდება სწავლა, რაც არ უნდა პროფესია იყოს, ეს იქნება ექიმი თუ ნებისმიერი სხვა მიმართულების წარმომადგენელი და ზუსტად ასევე არის მსახიობის ხელოვნებაც. ის აუცილებლად მან უნდა შეიძინოს სხვადასხვა უნარჩვევა და სამისოთ აუცილებელი არის სწავლა. უნარები მოგეხსენებათ მსახიობს ბევრი და მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანი აქვს. Come un atleta ha bisogno di sviluppare i propri muscoli, noi abbiamo bisogno di sviluppare le nostre emozioni. ისევე როგორც სპორტსმენმა უნდა ივარჯიშოს იმისათვის, რომ საკუთარი კუნთები გააწვრთნას, ასევე ჩვენ უნდა ივარჯიშოთ იმისათვის, რომ გააწვრთნათ საკუთარი ემოციები. Quindi quando vedete degli attori americani che vi sembrano bravissimi, sappiate che dietro c'è un duro lavoro. და იცოდეთ, რომ როდესაც ხედავთ ძალიან ცნობილ და ძალიან ძლიერ მსახიობებს, ამერიკელ მსახიობებს, იცოდეთ ყოველთვის, რომ აი ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი შრომა და სწავლა არის. Ma allo stesso tempo è anche un lavoro estremamente gioioso che regala tanta gioia anche a chi lo fa, non solo a chi lo guarda. ყველაფერთან ერთად ეს არის პროფესია, რომელიც გაგაცდევინებს ძალიან დიდ სიხარულს განაცდევინებს ადამიანს თვით მსახიობს ისევე, როგორც მაყურებელს, მის მომზირალს. A me è servito tanto a conoscere me stessa. Se uno deve fare un assassino o qualcosa che è molto lontano da noi, მე ძალიან დამეხმარა ჩემი პროფესია იმაში, რომ მე ჩემი თავი შევიცანი. E quindi bisogna mettersi in contatto con quella piccola parte di noi che potrebbe commettere un crimine o che potrebbe fare delle cose molto lontane da noi. Quindi abbiamo noi attori la fortuna di scoprire tante parti nascoste di noi stessi. ჩვენ მსახიობებმა ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ ის მარცვალი, რომელიც შესაბამისად კავშირში არის ჩვენ მიერ ინტერპრეტირებულ გმირთან და შესაბამისად აქედან გამომდინარე მსახიობები თავიანთი თავში ეძებენ და პოულობენ ძალიან ბევრ სხვადასხვა ისე ვთქვათ non trovo la parola. Სხვადასხვა წახნაგს, ესე ვთქვათ. E poi non lo so se c'è qualche domanda, qualcuno vuole chiedere qualcosa. რაიმე შეკითხვები ხო არა გაქვთ, ვინმეს ხო არ გსურთ? შეკითხვა დამისვათ. La maggiore. Adesso, proprio per parlare delle cose lontane da noi, sto facendo uno spettacolo di Dacia Maraini, che è una scrittrice italiana molto famosa, molto conosciuta, molto importante.
e quindi sono una prostituta in questo spettacolo di teatro. სწორედ აი ახლა მიმდინარეობს მუშაობა დაჩა მარაინის ნაწარმოებზე თეატრში, სადაც მე განმასახიერებ ცოტა სუბტიტრულების ხალბატონს. E poi prima di questo ho fatto un ruolo che al cinema aveva fatto Giulietta Masina, che era la moglie di Fellini. ცოტა ხნით მანამდე ვითამაშე როლი ჯულიეტა მაზინასი, რომელიც იყო ფელინის მეუღლე. Quindi se io potessi scegliere lavorerei sempre in teatro, forse la gente non mi riconoscerebbe per la strada, però io sarei felice. ჩემი არჩევანი რო იყოს, მე ვამჯობინებდი თეატრს. თეატრში თამაშს. შეიძლება ამგვარად ხალხი ისე ვერ მიცნობს, როგორც შეიძლება იცნო კინომსახიობი, მაგრამ მას ეს მე მგრის ძალიან დიდი ზამა. Grazie, anch'io. მეც მოხარული ვიქნებ. დიახ, ტელევიზორში. ეკრანზე არის სხვადასხვა ფილმებიდან ფრაგმენტები მისი მონაწილეობით. მოგესალმებით. რომელ როლს გამოარჩევდით, რომელმაც გაგზავნათ როგორც მსახიობი თეატრში ან თუნდაც კინოში? Come dicevo prima, ogni esperienza per chi la sa cogliere insegna qualcosa, quindi non saprei scegliere un ruolo piuttosto che un altro. როგორც უკვე აღნიშნე, ნებისმიერი როლიდან ადამიანი, რომელიც მიმღებლობისთვის მზად არის, ნებისმიერი როლიდან შეიძლება შეიძინოს და ისწავლოს რამე. Forse quello che mi ha lasciato tanto è stato Claudia Mares nella Squadra Antimafia. შეიძლება ყველაზე მეტი რაც დამიტოვა, ეს იყო კლაუდია მარესის როლი ფილმში Squadra Antimafia. Sia perché lei era una donna molto forte, coraggiosa, con dei grandi valori, quindi per anni ho ricevuto lettere di ragazze soprattutto che ispirate da questo personaggio avevano magari intrapreso la carriera o dell'avvocato, del poliziotto, quindi essere fonte di ispirazione è molto bello. ამ ფილმის შემდეგ მე ვიღებდი ძალიან ბევრ წერილს სხვადასხვა ახალგაზრდა ქალბატონისგან, რომლებზეც ამ როლმა ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა და შესაბამისად პროფესიაც კი შეარჩევინა ამ მიმართულებით. პოლიციელი, გამოძიებელი და ასე შემდეგ. გამარჯობა, გასწრაფად გავაკეთებ. მე მაინტერესებს თეატრალური სწავლების ძალიან ბევრი მეთოდოლოგია არსებობს და თქვენ რომელი გაქვთ გავლილი და რომელს ანიჭებთ უპირატესობას? Io ho sempre studiato attraverso il metodo Strasberg e poi di tutti i suoi anche allievi che sono diventati maestri come Meissner. Però penso che quello sia un modo molto efficace, è stato inventato da Stanislavski, per mettersi in contatto con le proprie emozioni. Il primo è Strasberg. Sì, Strasbergis მეთოდოლოგიაზე და მისი მოწაფეების მეთოდოლოგიაზე და მაქვს დაფუძნებული ეს ჩემი სწავლება, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება სტანისლავსკის სტილს და სწორედ აი ამ მიმართულებით და ამ მეთოდებზე ვარ ესე ვთქვათ გაზრდილი. È un metodo dove le cose si devono sentire, non si devono rappresentare.
ეს არის მეთოდი, რომლის თანახმად გარემოებები უნდა შევიგრძნოთ და არა მარტო წარმოვაჩინოთ. დელარტე კომედია დელარტესთან თუ ქონია შეხვედრა. გესმით ჩემი? დელარტესთან თუ ქონია შეხვედრა. No, non mi è mai capitato. L'ho studiata ovviamente perché appartiene alla mia cultura, ma non l'ho mai praticata. Ecco. რა თქმა უნდა, შესწავლილი კომედია dell'arte, მაგრამ ეს როგორც ნაწილი ჩემი კულტურისა, მაგრამ არასდროს არ წარმოვიდგენია ეს კომედია dell'arte. Per me è più facile, è in quel momento che divento quella persona, prima c'è uno studio per capire quando io incontro questo personaggio che cosa gli è successo prima ed è una cosa che io immagino tutta nella mia testa, che non viene detta, non viene immaginata, ma sicuramente se c'è una persona che è stata molto ferita sarà magari una persona un po' più prevenuta che non si fida tanto degli altri. E quindi immaginare la storia del personaggio prima che noi lo incontriamo per me è molto importante. ვიტყოდი, რომ ჩემთვის იმდენად რთული არ არის, მაგრამ სანამ მე შეუდგები როლს მოცემული პერსონაჟისა, მანამდე ვსწავლობ ამ პერსონაჟს, ვსწავლობ მის წარსულს, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ იმას თუ რა სახის ტრავმა და თუ აქვს მსგავსი ტრავმა გადატანილი ცხოვრებაში და შესაბამისად ეს წინასწარის შესწავლა მერე მიადვილებს ამ როლში შესვლას. შეიძლება მიდევსო? Quello che dicevo prima, sicuramente di studiare, ma anche di prepararsi a tanti no, tanti rifiuti, che sono dei rifiuti non personali, però è sempre difficile essere così forti perché queste cose non ti tocchino. პირველ რიგში, როგორც უკვე აღნიშნე, სწავლა აუცილებლად უნდა ისწავლოთ და შემდეგ უნდა შეეჩვევთ ძალიან ბევრ არას, უარყოფას. იმიტომ ეს აუცილებლად გზადაგზა ესეთი ფაქტები იქნება შეგხვდებათ. მე მაინტერესებს საქართველოსა და იტალიის შორის ურთიერთობების გაფორმება, როგორც წარმოვიდგენიათ, არის თუ არა უკვე რაიმე კოლაბორაციული პროექტი ან მოლაპარაკებები თუ მიმდინარეობს. Sinceramente, prima di venire qua, sapevo solo che la Georgia era un paese bellissimo, ma non immaginavo che avessimo così tante cose in comune, che ci piacessero così, in maniera così simile i piaceri della vita, ma anche gli affetti, la famiglia, tutte queste cose. Quindi sicuramente io potrò essere una brava ambasciatrice per il futuro di questa connessione. Mi piacerebbe.
სიმართლე გითხრათ, სანამ ჩამოვიდოდი საქართველოში, მანამდე ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ის არის ძალიან ლამაზი ქვეყანა და აქ ჩამოსვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო, ძალიან ბევრი საერთო ინტერესი, საერთო ხედვა და ეს ძალიან სასიამოვნო იყო ამის აღქმა, ამის აღმოჩენა ჩემთვის და მე ესე ვფიქრობ, რომ მე ვიქნები ერთ-ერთი ელჩი ამ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობების, რომლებიც უკვე არსებობს წლების განმავლობაში, გაღრმავების ერთ-ერთი სტიმული და ერთ-ერთი ელჩი. Già da adesso tutti i miei amici che vedono le fotografie sui social, già tutti quelli vogliono vedere qua oggi. Vedete კარგი რეკლამა გავუკეთა ძალიან ამას ჩემგან ვამბობ, იმიტომ რომ როგორც აღნიშნა, ჩემი მეგობრები, რომლებიც ხედავენ ჩემს სოციალურ ქსელებში გამოფენილ ფოტოებს, იქნება თუ სხვადასხვა ვიდეოებს, უკვე ყველას სურს საქართველოში ჩამოსვლა და მისი მონახულება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი ემოციების გაზიარებისათვის და თქვენი გამოცდილების გაზიარებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ჩვენი ქართველი ხალხისთვის, როგორც ორგანიზატორებისათვის, ისე დაწინებული ვარ მსმენელებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ 60-ზე მეტ ფილმში გაქვთ მონაწილეობა მიღებული, ძალიან ბევრ სპექტაკლში ძალიან წარმატებით და ასევე ვიცით, რომ ხართ არაჩვეულებრივი დედა, 3 ბიჭის დედა, ძალიან ჩართული და ამას ძალიან რთული იყო ეს თქვენთვის და არის დღემდე იყოთ ესეთი წარმატებული მსახიობი და ამავდროულად ძალიან ჩართული და კარგი დედა. როგორ მოახერხეთ ეს იქნებ გაგვიზიაროთ? Sicuramente sì, ho amato tanto il mio lavoro, ma nei momenti cruciali della vita dei miei figli, come potrebbe essere l'adolescenza, ho sempre deciso di fermarmi e di stare vicino. E questo è una cosa che mi è tornata indietro, perché sono molto fiera dei miei figli. ბოლოდან დავიწყებ, მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი შვილებით და მინდა ვთქვა ის, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი მომენტის დროს, ჩემი შვილებისათვის მნიშვნელოვანი მომენტების დროს, მე ყოველთვის მათ გვერდით ვიყავი და ვარ. Nella mia vita tutte quelle persone fortunate che decidono di condividere la loro fortuna con gli altri. შეკითხვა იყო, ვინ იყო თქვენთვის ინსპირაციის წყარო და პასუხი არის ყველა ის ადამიანი, წარმატებული ადამიანი, რომლებმაც სწორედ ეს გაუზიარეს დანარჩენებს. Penso che sia molto importante il presente, il tempo presente. Mi ricordo una volta la prima volta che ho incontrato una grande insegnante che aveva lavorato con Marlon Brando, aveva fatto quel drama che si chiama Desiderio. Lei ha chiamato un attore e gli ha detto leggi il giornale. E lui stava lì che leggeva e poi lei gli ha chiesto: che cosa hai letto? E lei non lo sapeva perché non era presente in quella cosa
e stava facendo finta di leggere, quindi penso che per l'attore il presente è quello più importante, anche perché spesso qualcuno che sta con te sbaglia qualcosa e a volte vedi un attore che parla con un altro, quello gli cade qualcosa e quello neanche guarda, no? E invece no, perché nella vita se qualcosa cade stai parlando con qualcuno, lo guardi, lo raccogli. პირველ რიგში შეკითხვა იყო რას ნიშნავს თქვენთვის დროის ფაქტორი და მინდა პასუხი არის მინდა ვთქვა რომ ნებისმიერი მსახიობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის აქტუალური დრო აწმყო ის რაც არის ახლა მე მახსოვს მარლონ ბრანდოსთან როდესაც ის თავის სტუდენტებს ასწავლიდა ერთხელ მოუწოდა ერთ-ერთ სტუდენტს რომ მას წაეკითხა ნაწყვეტი ჟურნალიდან და მას შემდეგ რაც სტუდენტი მორჩა კითხვას მარლონ ბრანდო შეეკითხა ვარა წაიკითხეო და მან სამწუხაროდ ვერ შეძლო პასუხის გაცემა ალბათ ეს გამოიწვია იმ ფაქტმა რომ მან ვერ გაიგივა თავისი თავი ესე იგი ვერ შეუსაბამა თავისი თავი იმ რეალურ დროს შესაბამისად ნებისმიერი მომენტი ნებისმიერი შეიძლება მომენტი დეტალი რომელიც ჩვენ შეიძლება გვეჩვენებოდეს ნაკლებად მნიშვნელოვან სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია და ისევ და ისევ ვუბრუნდები იმას რომ ნებისმიერი მსახიობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია აწმყო რეალური დრო. მოგესალმებით დიდი პატივისცემით აღნიშნა და დავუმატებ რომ იტალიის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება პატივისცემს ზოგადად ქართველებს ისეთი წამყვანი ევროპაში ქვეყნებიდან განსაკუთრებულად იტალიელების მიმართ გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც კინო ის მათი შემოქმედება მხატვრობით ზოგადად ადამიანების მიმართ ბევრი საერთო აქვს თვითონ ფილმებში თქვენს ნაწარმოებებში მხატვრის ფილმებში რომელიც ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ თითქმის ყველას ვიცნობ ყველა გვიყვარს აუგზდება მათი ყურება, იმიტომ რომ თვითონ სიუჟეტში შინაარსით ბევრი საერთო ხასიათს ხედავთ თქვენ მსახიობების თამაშს და ისტორიებს შორის და ჩვენს ქართულ ისტორიებს შორის. მე ესეც შეკითხვა მაინტერესებს რა იცით ქართული კულტურის, კინოს, თეატრის შესახებ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, როგორ იცნობთ აი ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. ჯერ კიდევ, როდესაც არ ვიყავით დამოუკიდებლები, აი იქიდან იღებს სათავეს ჩვენი ძალიან დიდი კულტურა, ისტორია, იმიტომ რომ ქართველები ყოველთვის ვიყავით გამორჩეულები და იმ კავშირის დროსაც ჩვენ რაღაცა განყენებული, განსხვავებული ხასიათი გვქონდა. სხვა 15 რესპუბლიკისგან ვიყავით. მაინც დამოუკიდებლები თქმით ისეთ სპექტაკლებს და ისეთ კინოს, რომელიც თავისი შინაარსით განსხვავდებოდა ყველასგან და იყო მაშინ იგრძნობოდა თავისუფლება და სიყვარული დემოკრატიის, თავისუფლების დამოუკიდებლობის და მაინტერესებს ეს გრძელდება ახლა ჩვენ ვახერხებთ ორივე ფილმს, რომელიც საკმაოდ წარმატებით სარგებლობენ სოფლის კონკურსებში ღებულობენ ლაურეატის წოდებებს მოსახელს და თუ ხსენიათ ამის შესახებ და თუ იცით ამის შესახებ რა ისტორია გვაქვს ჩვენ კინოსა თუ თეატრში. Madloba. Purtroppo non avevo avuto questa occasione. Sicuramente tutta questa parte di mondo sappiamo, no, che è molto ricca di cultura. Non conoscevo la storia così tormentata della Georgia, anche di questa città soprattutto, però no, ci vuole tempo, probabilmente quando uno va in un posto poi approfondisce queste cose. სამწუხაროდ ჯერჯერობით მე არ ვიცნობ ესე დეტალურად თქვენი კულტურის ისტორიას, მაგრამ ვიცი რა თქმა უნდა ამ მხარის თქვენი მხარის ისტორიული გარკვეული ფაქტები, რომელიც რომლის ცოდნაც უფრო გავაღრმავე საქართველოში ჩამოსვლის დროს
გავიგე რაოდენიმე მძიმე და რთული ისტორიული წარსული გაქვთ გავლილი და შესაბამისად მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ნელ-ნელა ამ ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე შევისწავლი ამ კულტურის ისტორიასაც კინოსა და თეატრის მასთან ერთად. კიდევ ერთი კითხვა და ვასრულებთ შეხვედრას, იმიტომ რომ უკვე საკმაოდ გვიანი არის, ასე რომ კიდევ ერთი კითხვა და უნდა დავასრულოთ შეხვედრა. მოგესალმებით ქალბატონო სიმონა. ჩემი საყვარელი სერიალი არის ვაფეხა, თქვენ კი ჩემი საყვარელი პერსონაჟი ბრძანდებოდით, ალბათ ამაში უკვე დარწმუნდით, რადგან რამდენჯერმე შეგხვდით თქვენ. მე მაინტერესებს, როგორი ურთიერთობა გაგრძელდა ვაფეხას შემდეგ თქვენსა და მიქელე პლაჩიდოს, ასევე თქვენსა და რემო ჯირონეს შორის. რადგან ეს ადამიანები განასახიერებდნენ სიკეთესა და ბოროტებას და მათ შორის ბრძოლა იყო ფაქტობრივად ასახული. მადლობა დიდი. No, perché lui era molto più grande di me, quindi non c'era molto da dirsi fuori dal set, quindi non siamo rimasti amici. Poi devo dire che io ho pochi amici attori, sono spesso troppo vanitosi, preferisco vederti a lavori. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ შორის საკმაოდ დიდი სხვაობა იყო წლოვანებაში და არ მქონდა მე მასთან ურთიერთობა თვით ფილმის გადაღების დროსაც ისეთ რამე განსაკუთრებული და ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ ეს ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელებულა. და საერთოდაც ვერ დავიჩემებ იმას რომ ძალიან ბევრ მსახიობთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა, უბრალოდ ურთიერთობა ძალიან ბევრ მსახიობთან არ მაქვს, იმიტომ რომ სამწუხაროდ მათი დიდი წილი ცოტა ესეთი სიამაყით გამოირჩევა პატივმოყვარეობით და შესაბამისად. Quindi a proposito di prima del consiglio, un altro consiglio che do è di non montarsi mai la testa, che non salviamo la vita a nessuno. კიდევ ერთი რჩევა თქვენ რომ ახალგაზრდა დამწყებ მსახიობს რომ არასდროს ხო აი ესე რომ თქვა იტალიურად თავი არ აწიოთ მაღლა, ანუ სიამაყე არ დაგძლიოთ, იმიტომ რომ არასდროს მიცით ცხოვრებაში მისწავლებლობა. მადლობა ჩვენს იტალიის სტუმარს. მე მინდა ღვიდის ემოციის წარმომადგენელს აქვს საჩუქარი და თხოვო სცენასთან და აქვე ერთი რაღაცა მინდა ბოლოსკენ თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდით იტალიის რეზიდენციაში და იქ იყო საუბარი, რომ აი ამ რეზიდენციაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ცნობილი იტალიელი მსახიობი მარჩელო მასტროიანი და მართლა დიდი ბედიერება რომ საქართველოში აიღო ესეთი დიდი მსახიობი. მე კი დღეს თამამად ვიტყვი რომ ჩვენ ფონდში სადაც მდებარეობს ჩვენი ფონდი იმყოფებოდა ცნობილი იტალიელი კინოვარსკვლავი სიმონა კავალარი. მადლობა კიდევ ერთხელ მომზადებისთვის. ჩვენი ფონდი არ გაჩერდება ამ პროექტით, რა თქმა უნდა და წინ როგორც ყოველთვის ბევრი სურპრიზი გვერდის. ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა მომზადებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.
ეს თქვენი საჩუქარი მინდა აღნიშნო, რომ არის ღვინის ბრილიანტი, ღვინისგან შექმნილი პირველი სამკაული მსოფლიოში. და ამ მოდელს ქვია თბილისური აივანი. მე ვიცი, რომ თქვენ დაათვალიერეთ თბილისი და მოიხიბლეთ ჩვენი არქიტექტურით, ამიტომ შეგირჩიეთ სპეციალურად ეს და მინდა რომ საქართველო მუდამ გადაგზავნოთ ხოლმე როათა. Grazie mille.